მოგესალმებით, ეთერშია ინდუსტრიული მაცნე. მე სოფო ლეთოდიანი ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველ საამქროში გადაიარაღებული ღუმელები ჩაირთო. ღუმელების გადაიარაღების პარალელურად მეოთხე საამქროში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს სამთო-ელთა პროფესიული კავშირის წევრები საწევრო გადასახადს 20 მაისამდე აღარ გადაიხდიან. შენობის გარეშე დარჩენილ სასტრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზი დაეხმარა. პროფესიული პორტრეტი ვარციხე ჰესიდან. მამუკა გოგბერაშვილის პიროვნული და პროფესიული შტრიხები. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველ საამქროში საშუალო სირთულის სარემონტო სამუშაოები ერთ თვეზე ცოტა მეტხანს მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგ პირველი საამქროს განახლებული 2 ღუმელიდან მეტალურგებმა პირველი პროდუქცია მიიღეს. სტანდარტული სიტუაციის მიღწევამდე გახურების რეჟიმში მყოფ ღუმელს ჩართვიდან დაახლოებით 30 საათი დასჭირდა. თვენახევრიანი პაუზისა და საშუალო სირთულის რემონტის შემდეგ პირველი საამქროს მეორე ღუმელმა სრული სიმძლავრე აიღო და მეტალურგებმა პირველი პროდუქცია მიიღეს. სამუშაო უბანს დაუბრუნდნენ მამაშვილი თამაზ და მალხას ხეცაძეებიც, რომლებიც სხვების მსგავსად დღიურ ბრიგადებში იყვნენ გადანაწილებულნი და საამქროში სხვადასხვა დატვირთვის სამუშაოებს ასრულებდნენ. დროებით ვიყავით დღიურ ბრიგადაში. მეორე დღეა რა ჩაირთო ღუმელი. ძალიან დიდად მოხარული ვართ. ღუმელის ძალიან ვადევნეთ ყურადღებას. მეორე ღუმელი ჩართულია ავტომატურ მართვის რეჟიმში. აქ ხდება კონტროლი თვითონ ღუმელის მართვის ავტომატური მართვის მიერ, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს და ვაკონტროლებთ. იმავე დღეს 8 საათიანი ინტერვალით პირველ საამქროში კიდევ ერთი მე-6 ღუმელი ჩაირთო, რომელსაც ასევე გარკვეული ტიპის რემონტი ჩაუტარდა. ამ ხნის განმავლობაში საამქროს თანამშრომლებს განსხვავებული დატვირთვისა და სამუშაო გრაფიკში ცვლილების მიუხედავად სოციალური პირობები მაქსიმალურად შენარჩუნებული ჰქონდათ. ამჯერადაც დასაქმებულთა ნაწილი ისევ რეაბილიტაციის რეჟიმში რჩება, რომელიც ახლა მეოთხე ღუმელზე მიმდინარეობს. ხალხი გადმოვიყვანეთ დღიურ ბრიგადებში. გაკეთა უამრავი სამუშაოები, როგორც საკაზმე ეზოში, ანალოგიურად თვითონ საამქროში. კაპიტალური რემონტი კეთება ნომერ მე-4 ღუმელზე, რომელიც ფაქტიურად რემონტში უნდა ჩამდგარიყო, წელს თუ არა გაისათ მაინც. ეს სიკეთე, თუ შეიძლება სიკეთე ვთქვათ, ღუმელის რემონტი სიკეთეა, იმიტომ რომ 8-9 წელიწადი კიდე შეიძლება იმუშაოს შემდეგ მისმა მდგომარეობამ, რაც განახლებული იქნება. ანალოგიურად ხელი შეევლო აბსოლუტურად მეორე ღუმელსაც, რომელიც ჩვენ ვდგევართ, მე-6 ღუმელსაც, რაც შეეხება მომსახურე პერსონალი, დაწყებული მუშიდან დამთავრებული იტერამდე, ყველას თავისი ხელფასი შეუნარჩუნდა აბსოლუტურად. არავინ არ იქნა გაშვებული უხელფასო შვებულებაში, არც ნაწილობრივში, არც იმაში 100%-ს რასაც ღებულობდა, იმას ღებულობენ. ღუმელისათვის კაზმის მიწოდების მოცულობაზე მდნობელი მებუნკერეს რუნავს ყოველი 8 საათის განმავლობაში მუშა მდგომარეობაში მყოფ ღუმელს დაახლოებით 2 საათიანი მომსახურება სჭირდება იმისთვის, რომ ღვიმირებში კაზმის მოცულობის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში იყოს. წინა მხარეს ურიკების საშუალებით პირდაპირ ჩაიტვირთება ღუმელში კაზმი, უკანა მხარეს ბადიის საშუალებით, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ, უკანა ჯიბეებში ჩაიტვირთება ღვიმირებში უბრალოდ. ეს უნდა იყოს დაცული, რომ ღვიმირებში კაზმი იყოს არანაკლები 30%-ისა, სულ რომ გამოშრობა შეძლოს, მომზადება შეძლოს და ღუმელში ჩავიდეს უკვე მომზადებული კაზმი. ღუმელებისათვის სხვადასხვა კომპონენტებისაგან შემდგარი დოზირებული კაზმის მიწოდება სპეციალური გადამყვანი ურიკებით საამქროს საკაზმე ეზოდან ხდება, რომელიც ძირითადი პროდუქციის მწარმოებელ უბნამდე დაახლოებით 70-80 მეტრის დაშორებით მდებარეობს. აქ არის ძირითადად თავშია მიმღები ბუნკერები, სადაც წღებულობდნენ ნედლმოსალებს, შემდეგ
კონვეიერების საშუალების განმოგვება დოზატორებში და სადაც ხდება კაზმის აწონვა კომპონენტების მიხედვით. ეს უკვე არის და შემდეგ ხდება ერთი ამკრები ლენტაზე იკრიბება უკვე დოზირებული კაზმი და მიეწოდება უკვე ღუმელებს. ღუმელებზე გადადის სკიპის საშუალებით და არის გადამყვანი ურიკები, რომელთაც ეწოდება ღუმელებს. სტანდარტული კაზმი ხარისხიანი ფეროშენადნობის მიღების განსაზღვრელი ფაქტორია. მისი მომზადებისთვის ნედლეულის მიღებისა და დამუშავების გარდა უბანზე კოქსის დამახარისხებელი აგრეგატიც მუშაობს, სადაც არაფრაქციული ნედლეულის დამუშავება ხდება სასრულ ზომამდე. პირველი საამქრო ისევ რეაბილიტაციის რეჟიმში რჩება, რადგან ახლა მეოთხე ღუმელზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. თანამშრომლები კი, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში განსხვავებული გრაფიკით მუშაობენ, სოციალური შეღავათებით ჩვეულებრივ სარგებლობენ. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მეოთხე საამქროშიც, სადაც ღუმელების რეაბილიტაცია და გადაიარაღება ხდება. მეოთხე საამქროში 23 ღუმელის ჩართვის შემდეგ ერთდროულად უკვე 6 ღუმელი მუშაობს. რამდენიმე თვიანი ინტერვალისა და საშუალო სირთულის რემონტის შემდეგ ფეროშენადობთა ქარხანაში 23 ღუმელი ჩაირთო. ქართული ფეროშენადობის მიღებისათვის საწარმოს მეოთხე საამქროში ახლა ერთდროულად 6 ღუმელია მუშა მდგომარეობაში. 23 ღუმელი ამოდენიმე თვის წინ იყო ამორთეთ და წინ გაზგამწმენზე ჩატარდა სამუშაოები და აგრეთვე ღუმელზე წინა მხარეს გავარემონტეთ. ჩართულია ღუმელი, დღეს ჩაერთო ღუმელი, 2 დღეში გამოშვება გვექნება და ნორმალურად მიმდინარეობს ღუმელის პროცესები. 23 ღუმელის მეშვეობით პირველი პროდუქციის მიღება ჩართვიდან 2 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ერთ კვირაში ის სრულ სიმძლავრეს აიღებს და დღეში გეგმიურად 70 ტონა ლითონს გამოიმუშავებს. ღუმელის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში სპეციალისტებთან ერთად მეტალურგთა ის ჯგუფიც მონაწილეობდა, რომლებიც ახლა მასზე არიან დასაქმებულნი. დღეს ჩავრთებთ 23 ღუმელი, რომელიც გაჩერებული იყო რეკონსტრუქციის გამო, რომელზედაც მივიღე მონაწილეობა ამ რეკონსტრუქციაში მეც. ამ პერიოდში კიდევ მუშაობდი უბნის სხვა ღუმელებზედაც ამორთვის პერიოდში. დღეს ჩავრთეთ ღუმელი და ველოდებით 2 დღეში წარმოების მიღებას, რომელთაც გაიზრდება ქარხნის პროდუქციის წარმოება და დიდი წვლილის მიღებისთვის მეც კმაყოფილი ვარ აი ამ საქმეში. საწარმოო ტექნიკური განვითარების მიმართულებით ფეროშენადობთა ქარხანაში გეგმიური სამუშაოები ვადების დაცვით ხორციელდება. ღუმელების გადაიარაღების პარალელურად წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს კაზმის მიწოდების სისტემასა და გაზგამწმენდზე. რაც შეეხება ტექნოლოგიურ მხარეს, შესაბამისი სტრუქტურები წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირების მიზნით ინტენსიური ძიების რეჟიმში არიან. 1 ტონა პროდუქციაზე მანგანუმშემცველი ნედლეულის ხარჯის შემცირება გასაღების ბაზარზე ფასების კლების ტენდენციასთან ადეკვატურობითაც არის განპირობებული. მიდის სამუშაოები, ვეძებთ ახალ რეცეპტებს, ახალ ხარჯის ნორმებს, რომ რაც შეიძლება შევამციროთ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება. თებერვლის თვეში ჩვენ ველოდებით სამხრეთ აფრიკიდან 40,000 ტონა M1L მარკის იმპორტულ მადანს, რომელიც ჭიათურის კონცენტრატებთან ერთად გამოვიყენებთ სილიკომანგანუმის წარმოებაში და მისი ფასი დაანგარიშება წინასწარ გემი გვაძლევს ჩვენ იმის საბაბს, რომ საგრძნობლად შევამცირებთ 1 ტონა პროდუქციაზე მანგანუმშემცველი ნედლეულის ხარჯს. მეოთხე საამქროში, სადაც 24 ღუმელის სრული მოდერნიზება ხდება, კიდევ ერთი 21 ღუმელია საშუალო სირთულის რემონტში. მის ჩართვას სპეციალისტები უახლოეს მომავალში ვარაუდობენ. ფეროშენადნობდა ქარხანაში საწარმოს განვითარების კუთხით დაგეგმილი სამუშაოები გრაფიკის თანახმად და ვადების დაცვით ხორციელდება. ღუმელების გადაიარაღების პარალელურად სარემონტო სამუშაოები საკაზმი მასალის მიწოდების სისტემასა და გაზგამწმენდზე მიმდინარეობს. ცნობილი ხდება, რომ საქართველოს სამთო-ელთა პროფესიულ კავშირში გაწევრიანებული მაღაროელები 20 მაისამდე ვიდრე ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მუშაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს, საწევრო გადასახადს არ გადაიხდიან. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს სამთო-ელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ მურმან მუმლაძემ გააჟღერა. ჩვენი წევრები
ის მომუშავეები, რომლებიც 60%-იანი ანაზღაურებით არიან გასული წარმოებიდან, ამ 4 თვის განმავლობაში, როცა უმუშევრები იქნებიან, არ გადაიხდიან პროკავშირულ საწევროს სამმართველთა პროკავშირულ ორგანიზაციაში. აღნიშნული განაპირობა იმან, რომ ისედაც ძალიან ცუდი ფონი არის შექმნილი ქვეყანაში, ლარი უფასურდება, ხელფასი, რა თქმა უნდა, უმცირდება თანხმოვანს 40%-ით და ჩვენ ამით, ამ ინიციატივით, ასე ვთქვათ, შევდივართ თანხმობის გომერეობაში და იმ საწევრო ანარიცხებს, რომლებიც ჩვენს პროკავშირულ ორგანიზაციაში უნდა წამოსულიყო ამ 4 თვის განმავლობაში, ჩვენ აღარ ავიღებთ და ის მართალია მცირეოდენი, მაგრამ თანხა ამ შრომელებს შეუძლიათ მოახმაროთ თავისი სოციალური საკითხების მოგვარებას. იმედს ვიტოვებ, რომ სხვა პროკავშირული ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს კომპანიაში არიან, არსებობენ, ისინიც ამ ინიციატივას დაუჭერენ ხარჯს და იმ შრომელებსაც, რომლებიც მათთან არიან გაერთიანებული, არ დაექვითებათ ეს საწევრო და ის შრომელებიც, ასე ვთქვათ, ფინანსურად, რა თქმა უნდა, ცოტა, მაგრამ მაინც გაიმჯობესენ თავის მდგომარეობას. საქართველოს სამთო-ქიმიური და მეტალურგიული პროფკავშირის ჭიათურის პირველად ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ წევრებს საწევრო გადასახადისგან დროებით გათავისუფლების თხოვნით არ მიუმართავთ. ჯორჯიან მანგანეზის მორიგი სოციალური აქცია. შენობის გარეშე დარჩენილ ჭიათურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს კომპანიამ დროებით სარგებლობაში კეთილმოწყობილი ფართი და ავტოფარეხი გადასცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ჭიათურაში საკუთარი შენობა არ გააჩნია. ცენტრის მენეჯმენტი შენობის მეპატრონესთან გაფორმებული ხელშეკრულების დასრულების შემდეგ იძულებული გახდა სხვა ოფისის მოძიება დაეწყო, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჭიათურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურს არ აქვს საკუთარი შენობა. ამ შენობაში გადმოვედით 1 თებერვლიდან. გადმოსვლის მიზეზი ის იყო, რომ დამთავრდა ხელშეკრულება ყოფილი შენობის მეპატრონესთან და დადგა ახალი შენობის მოძიების პრობლემა. შეხვდა ძალიან დიდი წინააღმდეგობა იმის გამო, რომ ქალაქში არ არის შესაფერი, არ აღმოჩნდა შესაფერისი ფართი, რომ ჩვენი სამსახური, სპეციფიური სამსახური განთავსებულიყო. სპეციფიური იმიტომ, რომ გარდა პერსონალისა ჩვენ გვაქვს ავტოპარკი და საჭირო იყო ავტოპარკისთვისაც ტერიტორია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადასტურებენ, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის შენობის გადაცემისა და მისი კეთილმოწყობის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ინტენსიური მუშაობა მიდის ჩვენს მუნიციპალიტეტში და რათა გამოიძებნოს შესაბამისი შენობა, შემდეგ გარემონტდეს და კეთილმოეწყოს ისე როგორც სტანდარტებს შეესაბამება 03-ის ფუნქციონირებისათვის და ამაზე ინტენსიური მუშაობა რა თქმა უნდა მიდის მუნიციპალიტეტში და უახლოეს მომავალში აუცილებლად იქნება შესაბამისი შენობა მუნიციპალური ჭიათურის სასწრაფო დახმარების სამსახურისათვის. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საკითხის გადაჭრამდე პროცესი დროში ჭიანურდებოდა, ამიტომ მათ დახმარებისთვის ჯორჯიან მანგანეს მიმართეს. კომპანიის მენეჯმენტმა სასწრაფო დახმარების ცენტრს 26 მაისის ქუჩაზე დროებით სარგებლობაში მეტ პერსონალისთვის 100 კვადრატული მეტრი, კომფორტული ფართი და ავტოსადგომი გადასცა. თხოვნა იყო ჯორჯიან მანგანეს კომპანიის მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახურის ცენტრიდან შესაბამისი ფართის გამოყოფაზე. კომპანიის მხრიდან დაუყოვნებლივ იყო ზომები მიღებული, რომ გამოძებნილი იყო ისეთი ფართი, რომელიც მისაღები იქნებოდა სასწრაფო დახმარებისათვის. და ეს ფართი გამოინახა 26 მაისის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებული ჯარბელის ტერიტორიაზე, თავისი ავტოპარკით. ჯორჯიან მანგანეზის მიერ გამოხატულ კეთილნებას დადებითად აფასებენ მუნიციპალიტეტში და აცხადებენ, რომ კომპანია მათ დახმარება დაუყოვნებლივ გაუწია. ამ ეტაპზე, როცა ჩვენ დაგვჭირდა რა თქმა უნდა დახმარება, ჩვენ მივმართეთ ჭპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებს და მათ დახმარება გაგვიწიეს იმ კუთხით, რომ გამოეყო ფართი 03-ის სამსახურს. ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლების გვერდში დგომით ძალიან დიდი დახმარებით მინდა ვთქვა, აღმოვაჩინეთ, ვიპოვეთ ეს შენობა და მოვეწყოთ, ძალიან კმაყოფილები ვართ და დღემდე გვერდში გვიდგანან, მინდა ვთქვა, რომ თუ რამე პატარა პრობლემა აუცილებლად ვატყობინებთ და ისინიც გვეხმარებიან.
ინდუსტრიულ მაცნეს ჯორჯიან მანგანეზში განუმარტეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი სხვა ფართის მოძიებამდე საწარმოს კუთვნილ შენობაში დარჩება. ჯორჯიან მანგანეზი ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიურად თანამშრომლობს და მომავალშიც აპირებს მუნიციპალიტეტს დახმარება აღმოუჩინოს. ინდუსტრიულ მაცნეში დღეს მამუკა გოგბერაშვილს და მის საინტერესო პროფესიას გაგაცნობთ. ჩვენი სიუჟეტის გმირი ვარციხე ჰესში მუშაობს. მამუკა გოგბერაშვილის პიროვნული და პროფესიული შტრიხები. მეექვსე ჰიდროაგრეგატის კაპიტალურ შეკეთებაზე დასაქმებული ოსტატების, ზეინკლებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისაგან დამოუკიდებელი ბრიგადა ვარციხის კასკადის მესამე ჰესში სპეციალური რეისით მიდის. ბოლო რამდენიმე თვეა მათთვის განსხვავებული სამუშაო გრაფიკი მოქმედებს. აგრეგატის რეაბილიტაცია მარტის პირველი რიცხვებისთვის უნდა დასრულდეს, რადგან გაზაფხულის წყალუხობის პერიოდს ვარციხე ჰესი სრული სიმძლავრით დაპირთული შეხვდეს. ამ ეტაპზე ჰიდროაგრეგატის ერთ-ერთი მთავარი კვანძის მუშა და ტურბინის ღერძის შეპირისპირების პროცესია, რაც განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს. ერთი 35 ტონაა და მეორე 17 ტონა. ეს ორი ერთი მასა ერთმანეთთან იბმება და წარმოიდგინეთ რამხელა სიზუსტე უნდა რომ გადამის შემდეგ 115 ბრუნს აკეთებს წუთში და რამხელა სიზუსტე რომ ეს ცემა არ იყოს დიდი. ინჟინერულად ალბათ თავიდანაც აწყობილია და ჩვენ დაშლა დავშლით და აწყობის შემდეგ იგივე პარამეტრებით უნდა ავაწყოთ. რთული არის, მაგრამ როგორც ვთქვი, რამდენად რთულია, იმდენად საინტერესოა და აზარში შევდივართ. უკვე პირველი არ არის დაახლოებით მე-10 აგრეგატია, რასაც კაპრემონტს უკეთებთ. რავი, საინტერესოა. სამუშაო ადგილზე ბრიგადის კოორდინაცია, მის წევრებზე დავალებების განაწილება, მეთვალყურეობა ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვასა და ტექნიკური სამუშაოების მაღალი სიზუსტის შესრულებაზე კონტროლის სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციიდან რეგულირდება. ეს ვალდებულება მამუკა გოგბერაშვილისთვის ყოველდღიური პასუხისმგებლობის ნაწილია. მამუკა 20 წელია უკვე ჩვენ საწარმოში ინჟინერად მუშაობს. ამ ხნის მანძილზე თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარჩვევებიც გამოიმუშავა ამ ადამიანმა და ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა, ასე შეიძლება ითქვას რა. ხასიათდება დადებით პიროვნებად და ორგანიზაციული ნიჭი აქვს და ზუსტად მის ორგანიზაციულ ნიჭზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წლებია კაპშეკეთებები მისი ხელმძღვანელ პოზიციაზე დანიშვნით მიმდინარეობს, ანუ სამუშაოთა მწარმოებელი არის. მამუკას პიროვნულ შტიხებს რაც შეეხება, აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული იუმორის გრძნობა, რაც პოზიტიურ განწყობას ქმნის ბრიგადაში და შრომის ნაყოფიერებაზეც დადებითად მოქმედებს, რა თქმა უნდა. დასაყრდენია ჩვენი მამუკა, როგორც მოგახსენეთ, სამუშაოთა მწარმოებელი არ არის პატარა პოზიცია, დიდი პოზიციაა და პასუხისმგებლობა აკისრია დიდი. იმედი გვაქვს რა ამ ადამიანის რა. შეიძლება ადგილზე არ იყოს ხელმძღვანელობა რაღაც, მაგრამ მამუკა არის და იქ ყველაფერი რიგზეა უკვე. მამუკა გოგბერაშვილისთვის ვარციხე ჰესში მუშაობის ათვლა იმავე ადგილიდან იწყება, სადაც ახლა მისი ძირითადი უბანია. 48 წლის ენერგეტიკოსი იხსენებს, რომ 20 წლის წინ როცა მუშაობა დაიწყო, კასკადის მესამე ჰესში სწორედ მე-6 აგრეგატის რემონტი მიმდინარეობდა. ახალგაზრდა კადრი ინჟინერ ელექტრომექანიკოსის სპეციალობით ენერგეტიკოსთა გუნდში ჩაეწერა და მას შემდეგ პროფესიული ზრდის პროცესშია. ამბობს, რომ რთული სამუშაო კვალიფიციური დაოსტატების ინტერესს კიდევ უფრო ამაღლებს. დღეს ვფიქრობდით და ეს გადავთვალე 20 წელიწადია ზუსტად ამ აგრეგატზე მე-6 აგრეგატი ლაბორატორიის ხუები იყო დაზიანებული და აქ დავიწყე მუშაობა ლაბორატორიაში თავიდან და ვარემონტებით. აი ეს ხუები არის სპილენსმილი ხუები, ეს დამწვარი იყო და 3 თვე გავუკეთეთ რემონტი რა. ჩვენი ძალებით თითქმის ნახევრად გავაკეთეთ. მე რაც შეგვეძლო უკვე სხვა რუსეთიდან ჩამოვიდა ბრიგადა და მათთან ერთად მუშაობ. ზუსტად 20 წლის უკან იანვარში დავიწყე მუშაობა.
ყოველდღიურად საწარმოდან გეგუჩი ჩასვლამდე იქ სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს დაახლოებით 20 კილომეტრიანი მანძილის დაფარვა უწევს. მეუღლე და შვილები მის პროფესიას და სამუშაოს მიმართ დამოკიდებულებას განსაკუთრებულად აფასებენ. 16 წლის თინათინი, რომელიც რესპუბლიკური საგნობრივი ოლიმპიადების არაერთგზის წარმატება მიღწეული მოსწავლე და კონკურსის ყველაზე ჭკვიანი გამარჯვებულია, აქცენტს ქვეყანაში ტექნიკური მიმართულებების განვითარების აუცილებლობასა და ინჟინერიის როგორც დარგის უპირატესობაზე აკეთებს. 21 საუკუნეა და სინათლის სიჩქარის ეპოქაში ვცხოვრობთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ კი, კარგი ამდენი მოსამართლე, კარგი ამდენი იურისტი, კარგი ამდენი ეკონომისტი, მაგრამ რეალურად საქმეს აკეთებს ინჟინერი, არქიტექტორი და სამწუხაროდ ასეთი ადამიანები საქართველოში ნაკლები არიან, იმიტომ რომ მოთხოვნა არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი რის ებრალია, მაგრამ დეფიციტ ვგრძნობ მე პირადად ამისას. იმიტომ რომ ჩემი თანატოლებიც მაგალითად არ არიან დაინტერესებული ამ საკნებით და ერთეულები. იმიტომ რომ პერსპექტივას ვერ ხედავენ ქვეყანაში. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ კუთხეს უნდა მიაქცეს კიდევ განსაკუთრებული ყურადღება. მე ვფიქრობ, რომ მამაჩემის პროფესია მნიშვნელოვანია საერთოდ ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ყველაზე თუნდაც მაღალანაზღაურებადიც არის და მოთხოვნადიც. უკვე 18 წელი ერთად ვცხოვრობ და საკმაოდ მოასწარი ამ პიროვნების გაცნობა. მამუკა მართლაც არის პიროვნება და ჩამოყალიბებული პიროვნება. შემიძლია ეს განვაცხადოს სრული პასუხისმგებლობით. არ დავიწყებ ახლა ქება ზოგადად, მაგრამ არის პატიოსანი ადამიანი, რამს თავარია, ერთგული თავისი საქმის, ოჯახის, უყვარს შვილები უზომოდ. რა თქმა უნდა, მეუღლეც უყვარს, ვგრძნობ ამას. ყოველდღიურად ვგრძნობ და ძალიან ბედნიერ აქვს ამ ეტაპზე თავს. საოცარი ჰუმორი აქვს, რო არ ელოდები. აი ესეთ მომენტში შეიძლება რაღაცა თქვას ისეთი, რომ ძალიან ხალისიანად გაგატარებინოს დრო. ძალიან კარგად ვიცი, რომ მეგობრები ძალიან აფასებენ და ძალიან უყვართ. სოფელში პატარა ოჯახური მეურნეობა აქვს, თუმცა ახლა იქ იშვიათი სტუმარია. სამაგიეროდ პატრონთან გართობის უპირატესობით მისი 4 ფეხა მეგობრები სარგებლობენ. აი ჩვენი პატარა არსება რომელიც მაფერები ეს და ბავშვები უკვე დაიზარდნენ და რომ მოვალ სახში ეს ამას ვეფერები და ეს განტვირთვის კარგი საშუალება. ამ ეტაპზე სახლში გვიან დაბრუნებული ვერც ნადირობას ახერხებს, რომელსაც თავის ნამდვილ გადაცემად თვლის. სურვილს კი სანადირო თოფის აღებითა და თვალის სიზუსტეზე ვარჯიშით იკლავს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სიუჟეტის გმირს. ინდუსტრიული მაცნე საინტერესო პიროვნებებს მომავალშიც გაგაცნობთ. თქვენ უყურებთ გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. მომავალ შეხვედრამდე.